უკრაინაში ომის დასასრულებლად კრემლთან პირდაპირი კონტაქტების აღდგენის პერსპექტივა ევროპელებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ევროკავშირის ზოგიერთი მოთამაშე თვლის, რომ ამ საქმისთვის ბლოკმა სპეციალური წარმომადგენელი უნდა გამოხოს. ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ საუბრებამდე რუსეთი დათმობებზე უნდა წავიდეს. კითხვაზე უნდა დაურეკონ თუ არა ევროპელებმა ვლადიმერ პუტინს, პასუხი იმის მიხედვით განსხვავდება, თუ ვის მიემართება შეკითხვა. მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სამშვიდობო პროცესის ფარგლებში რუსეთთან საუბრების აღდგენის ინიციატივა გამოთქვა. გუშინ 10 თებერვალს ასეთი კონტაქტი პარიზსა და მოსკოვს შორის უკვე შედგა. მოსკოვში ითქვა, რომ თუ შესაბამის სიგნალებს მიიღებენ, ასეთი კონტაქტების უკვე უმაღლეს დონეზე აღდგენას ოპერატიულად იქნება შესაძლებელი, თუმცა მსგავსი ინდიკატორები ჯერ კრემლში ვერ დაინახეს. პარიზში კი ტექნიკურ ჯგუფებს შორის აღდგენილი არხები დადებითად შეფასდა, თუმცა ბოლო საუბრების შედეგად ელისეს სასახლეში მორიგ ჯერზე დაასკვნეს, რომ მოსკოვს მშვიდობა არ სურს. უფრო მეტ დეტალს ბოლო კომუნიკაციაზე პრეზიდენტი მაკრონი პარტნიორებს მიაწოდებს, რათა საკითხზე ორგანიზებული პანევროპული მიდგომა არსებობდეს. ცნობილია, რომ პარიზის მიდგომას იზიარებენ რომში. ემანუელ მაკრონის ინიციატივას მოსკოვთან საუბრები აღედგინა, გასულ თვალს იტალიის პრემიერი ჯორჯა მელონით შეუერთდა. მაშინ ითქვა, რომ როგორც უკრაინის უმსხვილეს დონორს ევროკავშირს მოლაპარაკებათა მაგიდასთან უნდა ჰქონოდა მუდმივი ადგილი, რათა კონტინენტის უსაფრთხოებით არქიტექტურაში თავისი სიტყვა ეთქვა და მხოლოდ თეთრ სახლზე არ ყოფილიყო დამოკიდებული, რომელიც ამჟამად კრემლთან ერთადერთ მომლაპარაკებლად პოზიციონირებს. მით უმეტეს, რომ ამერიკის გარდა უკრაინისთვის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიების ერთ-ერთი უზრუნველყოფი მხარე სწორედ რომ ევროკავშირია. საკითხზე დებატები ზოგადად არ ახალია, თუმცა პარიზსა და მოსკოვს შორის შემდგარი პირველი კონტაქტის შემდეგ არ წყდება დისკუსია იმის თაობაზე, რამდენად სწორია კრემლთან დიპლომატიური ურთიერთკაცვლა. ამ დისკუსიებმა კი შვა ახალი იდეაც იმის თაობაზე, ხომ არ დანიშნოს ევროკავშირმა სპეციალური წარმომადგენელი ამ მოლაპარაკებებში, რომელიც ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს წარმოადგენდა. ავსტრიამ, ჩეხეთის რესპუბლიკამ და ლუქსემბურგმა იდეა მოიწონეს, უცნობია ვის მოიაზრებენ ევროპელები შესაძლო ახალ მანდატში, თუმცა გაიჟღერა კონკრეტულმა სახელებმა, ასეთი იყო ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, ან ევროკომისიის ყოფილი მაღალჩინოსანი მარგარეტ ვესტაგერი. კიდევ ერთი ნორდიკული სახელი ამ სიაში საული ნიინისტროა, ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი. ის პუტინს არაერთხელ შეხვედრია და რუსულ ენასაც კარგად ფლობს. იდეას ყავს მოწინააღმდეგეებიც, ასეთია გერმანია, ესტონეთი, ლატვია და კვიპროსი. მათი თქმით, უჩვეულო ცივ ზამთარში უკრაინის ქალაქების დაბომბვისა და მაქსიმალისტური მოთხოვნების აყენების ფონზე ნათელია, რომ მოსკოვს დათმობების ან მშვიდობის მიმართ ინტერესი არ აქვს. ამჟამად ვერ ვხედავთ დამატებითი არხების საჭიროებას მოსკოვთან, აღნიშნა გერმანელმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა გასულ თვეს. საკითხზე მსჯელობას უერთდება ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასიც. ის თვლის, რომ ევროპამ ნებისმიერ სატელეფონო ზარამდე და ნებისმიერი წარმომადგენლის გაგზავნამდე კონკრეტული მიზანი უნდა დაასახოს. რუსეთის მაქსიმალისტური მოთხოვნების ფონზე ისიც ეჭვით უყურებს ამგვარი პერსპექტივის წარმატებას. საკითხის განხილვის საშუალება დედაქალაქებს 19 მარტსაც მიეცემათ, როდესაც ბრიუსელში ლიდერების მორიგი შეხვედრა შედგება, თუმცა ამასთან ჯერჯერობით არ არსებობს იმის ინდიკატორი, რომ საკითხი აუცილებლად მოხდება დღის წესრიგში.